ბუნებას თავისი კანონები აქვს და ვერ შევცვლით. ხო და დაქვემდებარდეთ და მივიღოთ მისი ერთ-ერთი გამოვლინება სახელად გაზაფხულის ბუნიობა. მოკლედ 20 მარტია და დღევანდელ დღეს, როგორც ამბობენ, დღე-ღამის უსწორდება და ნამდვილი გაზაფხული დგება. ჩვენს თანამედროვე კალენდარში გაზაფხული სხვა დროს კი დადგა, მაგრამ ისე რო იცოდეთ, დღეს 20 მარტს, ან ხშირ არის შემთხვევები, როცა 21 მარტს ხდება ეს ყველაფერი, არის გაზაფხულის მზებუდობა. მოკლედ, ბევრი ტრადიციები არსებობს ამ დღესთან დაკავშირებით, ასტროლოგია იწყება ამ დღეს, ბევრი საინტერესო ქმედებები ხდება, წარსული მიდის, სიცივე გტოვებს, მოდის სიცოცხლე, მოდის ახალი ფერები, ენერგიებით შთაბერვა, თავის დროზე იყო სამკითხაოდ გადასარევად მიჩნეული და ძალიან ძველი სლავური და არასლავური ტრადიციების მიხედვით ჩვენ არ გავამახვილებთ ამასზე ყურადღებას, უბრალოდ გეტყვით, რომ ჩვენ ახლა გავაკეთებთ ძალიან კარგ, ძალის მომცემ და გზის გამხსნელ რიტუალს, რომელშიც მოგვეხმარება ჩვენი წინაპრები, ჩვენი გვარი და ჩვენი მფარველები, ჩემო ძვირფასებო და ახლა თხოვნით უნდა მივმართოთ მათ, რომ ყველაფერი საუკეთესო ამ გაზაფხულზე მოვიდეს და დამკვიდრდეს მთელი წლის განმავლობაში და მთელი ცხოვრება ჩვენს ცხოვრებაში. მოკლედ ასე, ეხლავე წარმოვადგენ თქვენს წინაშე, თქვენ კი ყურადღებით მომისმინეთ და შემეკითხებით ვიცი, დღეს უნდა გაკეთეს აუცილებლად, შეიძლება ხვალაც გაკეთდეს, ვისაც ეს ვიდეო შეგვდებათ, ისე პრინციპში სულ შეგიძლიათ, მაგრამ ესეთი ძალა, ღონე და შემართება არც დღეს არ იქნება, როგორც გაზაფხულის ბუნიობას. მოკლედ ასე, ყურადღებით. მაშასე ყურადღებით იყავით, ამისათვის საჭირო არის ჩემო ძვირფასო ადამიანებო 4 სანთელი, რომელსაც მოვათავსებთ რაღაც ისეთ უსაფრთხო ჭურჭელში. აი 4 სანთელი დევს, ხა გასწორებას რასაკურველია, თავს ვანებებ, იმიტომ რომ თქვენ იცით უსაფრთხოდ როგორც უნდა დაანტოთ. ასეთი სანთელი შესაძლებელია ეკლესიის სანთელი და ჩვეულებრივი სანთელი. მის წინ მოვათავსოთ რაღაც ჭურჭელი 1 2 3 4 და აუცილებლად უნდა გქონდეთ მარაგში კიდევ ის მერე რომ აღარ დავიწყოთ აქეთ-იქეთ სიარული, როცა რიტუალის გაკეთებას დაიწყებთ, აუცილებლად ყველაფერი იქნება მომარაგებული. მაშასე საჭირო იქნება პირველ თებში დასადები ბრინჯი, სულ რაღაც 1 მუჭი, აუცილებლად იქნება კენტი, რაოდენობის მონეტები, გვექნება ასევე ძალიან კარგი თუ გვექნება შაქარი ან თაფლი უკეთესია, მაგრამ მე თაფლი არ აღმომეჩნდა და ხა გაჩვენებ შაქარზე და რასაკვირველია, მესამე იქნება განკუთვნილი წყლისთვის და ეხა დავიწყებთ. ძვირფასებო, სანთელს გავუკიდებთ აუცილებლად ასანთით და როცა ჩაქრობა დაგჭირდება, აუცილებლად ჩავართოთ აი ესე ხელით და არავითარ შემთხვევაში შებერვით. მოკლედ ასე ვიწყებთ, აქ რა ხდება? პირველ ჭურჭელზე დავდებთ, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, აი ესე მარჯვენა ხელით ბრინჯს დავყრით და სანთელს როცა ავანთებთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ ესეთი სიტყვები. სანთელს ვანთებ, გზას ვიხსნი. აუცილებლად უნდა ვთქვათ გარდა ამისა, აი ამ ჩვენს რიტუალისო და დავყრით ამ ბრინჯს, ბევრი მარცვალი, ბევრი წარმატება მე და ჩემს გვარს. გასაგებია. გადავიდეთ შემდეგზე. აი შემდეგს კი აუცილებლად დაჭირდება ნებისმიერი ნომინალის, ნებისმიერი ფერის, ოღონდ კენტი რაოდენობის ფული. ავანთებთ სანთელს და ყურადღებით იყავით, ვანთებთ სანთელს, გზას ვხსნი. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ სანთელი ბოლომდე ნახევრად ჩაიწვება, ბევრი ბრწყინვალება, ბევრი დოლათი მე და ჩემს გვარს. ეცესაცე, გადავიდეთ შემოტკბილებო, ეს არის უკვე მესამე სანთელი, სანთელს დავანთებ ტრადიციულად სანთელს ვანთებ, გზას ვხსნი. აუცილებლად თქვათ ეს სიტყვები და შემდეგ არც მეტი, არც ნაკლები, მასში ერთი კოვზი საკმარისი იქნება თაფლი, ნუ ჩემ შემთხვევაში ეს არის შემოკარგო შაქარი და ცოტა შაქარს მოვაბნევ. აი ამ შაქარს და ანუ იგივე თაფლის მობნევის დროს, როცა სანთელს აანთებ, შემდეგ აუცილებლად უნდა ვთქვა, ბევრი სიყვარული, როგორც შაქარი ისე ტკბილი, მე და ჩემს გვარს. ოკეი? და ბოლოს ჩემო ტკბილო ადამიანებო, მესამე რისთვისაც აგვაქვთ, მეოთხე უკვე განკუთვნილი, გავაკეთებთ ესეთ რაღაცას.
არც მეტი არც ნაკლები, ჩვენ მომზადებული გვაქვს არანაირი მინერალური წყალი, არანაირი რაღაც ისეთი განსაკუთრებული ჩვეულებრივი წყალი დავასხათ აი ამ ჩვენს ჭურჭელზე და აი ესე სანთელს თავისთავად წაუკიდებ და აუცილებლად უნდა ვთქვათ, სანთელს გზას ხსნი. აუცილებლად აი ამ დროს აუცილებელია უნდა თქვათ, ბევრი ჯანმრთელობა, წყალივით ან კანკამა და სუფთა მე და ჩემს გვარს. აი ასე დანთებული იქნება ეს სანთლები ბოლომდე ჩაწვით ძალიან კარგი იქნება. ეხლა რა შეეხება სხვა დანარჩენს. ნუ ეს ჩემი ვერსია რაც შემოგთავაზე, თქვენ შეგიძლიათ სხვა ვერსია სხვანაირად სხვა ჭურჭელი მოიხმოთ. ჩვენ შემთხვევაში დავლებთ წყალს. წყალი რომელიც იქნება აი ამ ჭურჭელში მოთავსებული დავლებთ ჩვეულებრივად. რაც იქნება შაქარი ან თაფლი, ეს შეგიძლიათ დაატკბოთ ყავა, ჩაი, ნებისმიერი რამ და ესეც მიიღოთ. რაც შეეხება მონეტებს, ეს მონეტები ადექით და შეინახეთ. მომდევნო ბუნიობამდე, ეს როცა შემოდგომაზე დაგვიდგება და აუცილებლად აღნიშნული ჩვენი მარცვალი, ბრინჯის მარცვალი გადაუყაროთ ჩიტებს. მეტყვით ხო სხვა ბურღულეული შეიძლება, არა, არ შეიძლება მხოლოდ ბრინჯი. მე მგონი ყველაფერი ვთქვი, მე მგონი ყველაფერი გასაგებად გითხარით და ბოლოს როცა ავდგებით, აი ესეთი სიტყვები უნდა ვთქვათ, ფეხზე დამდგარ. უნდა ვიაროთ ამ გზებით დიდხანს მე და ჩემმა გვარმა. როგორც ითქვა, ისე წავალ. გზები გახსნილია, ჩემი სიტყვები იყოს ჩემი წინაპრების და ჩემი გვარის ფარველი. და იყოს ასე. აი ესეთი სიტყვებით დავასრულებ ამ რიტუალს და ბედნიერებას რასაკვირველია გააგრძელებთ. ამ ეტაპისათვის სულ ეს იყო რისი თქმაც მსურდა, გააკეთეთ აუცილებლად. ეხლა გვჭირდება სიმშვიდე, ეხლა გვჭირდება ჯანმრთელობა, ეხლა გვჭირდება შინაგანი სიძლიერე, ეხლა გვჭირდება აუცილებლად ხვავი და ბარაკა, ღირსეული ცხოვრების ახალ-ახალი, ასე ვთქვათ, ჭავლი და ახალ-ახალი დინება და ეხლა გვჭირდება ერთმანეთის გვერდით დგომა, სიყვარული და მხარდაჭერა. ეხლა უნდა დაუდგეთ ყველანი ერთმანეთს მხარში, სიცოცხლე გრძელდება, დიდი სიყვარული თქვენთან არის თეა, თუ რამე დაგჭირდეთ აუცილებლად მომწერეთ. თუ ვინმეს გაუზიარებთ და ეტყვით, რომ დღეს 20 მარტს გაზაფხულის ბუნიობას ეს ამბავი გააკეთოს სახლში, რომ საკუთარმა გვარმა და წინაპრულმა ასე ვთქვათ, შტომ დაგლოცოთ, აუცილებლად გადაეცით მეტად კარგ და მეტად ღირსეულ და ვარდად ქվել საქციელში. ნამდვილად იცოდეთ, რომ ჩაგეთვლებათ. კომენტარებში კი დაწერეთ. გაზაფხულის ბუნიობა მიხმარება. გავხდე უკეთესი. გაკოცეთ, კოცდით ძალიან მიყვარხართ და მიამაგრეთ.